პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ეგრეთ წოდებული ნეიტრალური საქართველოს განცხადებას. არ ვიცი რა წარმონაქმნია პარტია თუ რა არის, მაგრამ ყველანაირი ასე ვთქვათ, ფსკერი გაარღვიეს უღირსობის. ანუ რაღაცა დემაგოგიას აწარმოებს და მithom პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, რომ ვითომ უფრო ჰუმანურია სელექციური ევთანაზია ვიდრე ქუჩაში ცხოვრება. რადგან ცხოვრება თურმე წვალება ყოფილა და ცხოვრება ზოგადად წვალება არა მარტო ძაღლებისთვის და არა მარტო ქუჩაში მცხოვრები ძაღლებისთვის. ჩვენთვისაც ცხოვრება წვალებაა ზოგადად, რა ვიცი, რელიგიურ ტექსტებშიც ეგრე არის, რომ ცხოვრება წვალებაა და ხომ არ გაგვიკეთებდით, ჩაგვიტარებდით სელექციურ ევთანაზიას, თქვენ კი ძალიან გინდა, მაგრამ ამ ყველაფერს ჰუმანურობის ეგიდით ვერ შეფუთავთ, ასე ვთქვათ. ანუ იმდენად აღმაშფოთებელი იყო ეს განცხადება, რომ შეუძლებელი შეძლო ამ წარმონაქმნა და გაგვაერთიანა ისინი, ვინც პოლიტიკურად თითქოს მოურიგებლები ვიყავით და ეხლა ყველანი მე მგონი ოდნავ თუ რაღაცა მართლა ემპათია გააჩნია ადამიანს, ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ მიუღებელი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გამოგორებული ქართული ოცნების მიერ თავისი სისხლიანი ქმედებების გასამართლებლად და ვერ ხვდები რომელ უმრავლესობაზე საუბრობენ საერთოდ ვიზი არის საუბარი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თურმე ადამიანების კეთილდღეობის პრიორიტეტი უნდა იდგას. ვინ განსაზღვრა, რომ ადამიანის კეთილდღეობისთვის საჭირო არის მსხვერპლების შეწირვა? რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ საერთოდ? სადაური ლოგიკა არის და სპეციალურად გამოვედი ამ მიმართვის შესაწერად რუსთაველზე, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რომ დიახაც მე ვარ ოპოზიციაში და ოპოზიციაში ზუსტად ამიტომ ვარ, რომ ესეთი აბსოლუტურად არაჰუმანური და შეუგნებელი და შეუსმენელი მთავრობა გვყავს, ზუსტად მაგიტომ ვარ ოპოზიციაში, ზუსტად მაგისთვის ვიბრძვი, რომ ეს მთავრობა უნდა დამთავრდეს, დასრულდეს. არა მარტო ცხოველების მიმართ არის სასტიკი, არამედ ჩვენს ზუსტად იგივეს გვიპირებს სიამოვნებით გავიკეთებდა, რომ რაღაცეები არ უშლიდეთ ხელს. მადლობა და იმედია, რომ თქვენც ამოიღებთ ხმას ამ ყველაფერზე და ამ სისასტიკეზე, რაც დღეს ხდება.